მე აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი, ორჯერ ყოფილვარ პოლიტპატიმარი, დიქტატორი ილჰამ ალიევის ბრძანებით და დიქტატორი ივანიშვილი კობახიძის შესრულებით. ევროპარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ გავთავისუფლდი, მაგრამ უსაფრთხოდ თავს დღესაც არ ვგრძნობ. როცა მოუნდება, შეიძლება ისე ვიძიონ შური. დღემდე მომდის მუხარის შემცველი შეტყობინებები უცნობი პირებისგან. ჯერ ისევ აქ ვარ, საქართველოში, რაც საბოლოო გადაწყვეტილებამდე გაურკვეველ ყოფნას ნიშნავს. ჩემს უფლებადამცველებს ვთხოვე, ამ მიმართულებით დამეხმარონ, რომ ოჯახთან დავბრუნდე, ვნახოთ რა გამოვა. აქ ბევრს არავის ვისნობ, არც ის ვიცი სად რა მდებარეობს, მაგრამ ბრძოლა გრძელდება. სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ მზია ამაღლობელი და ყველა პოლიტპატიმარი. მზია ამაღლობელი დამსჯელი მექანიზმის მსხვერპლია. ქალი, რომელიც თავის საქმეს აკეთებდა, ის დაპატიმრებულია ბრძანებით. თითოეული სასამართლოს ხდომაზე მინდა მის გვერდით დგომა, მინდა სასამართლოს დავესწრო, მზიას გვერდით ვიდგე და ასე მაინც დავუჭირო მხარი. ვთხოვე რამდენიმე მეგობარს, რომ ბათუმში თუ წავლენ, მეც გამიყოლონ. დღეს ივანიშვილი პუტინის ჩრდილია საქართველოში. მისი გავლენა ხელისუფლებაზე ღრმაა, მისი გზავნილები კი ფატალური, რაც ეხლა ხდება დიქტატურის აშკარა გზაა. დიქტატორი ილჰამ ალიევიც ამბობს, რომ თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური დახმარება გაქვს, მაშინ ქვეყნის მტერი ხარ. ამ ბრალდებით 40-მდე ჟურნალისტი იხდის სასჯელს აზერბაიჯანში. ესაა მათი ახალი იარაღი. დახმარება გადააქციონ დანაშაულად.